ძვირფასო ლიტერატურული ესეების კონკურსის მონაწილე. წარმოგიდგენთ ინგლისელი მწერლის ჯორჯ ორუელის რომანს ცხოველთა ფერმა, რომელიც შენივრად არის ქართულად ნათარგმნი სია კეკელიძის მიერ. ეს ნაწარმოები 1945 წელს გამოიცა და წარმოადგენს ალეგორიას რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შესახებ და მთლიანად საბჭოთა კავშირის შესახებ. ამ წიგნს სხვანაირად ანტიუტოპიასაც უწოდებენ utopიის საგანასხვავებით, რომლის შესახებაც თქვენ სკოლაში ბევრი რომ გისწავლეთ. თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ანალოგია საბჭოთა კავშირზე არ იქნება მართებული, იმიტომ რომ ამ წიგნში ლაპარაკია ნებისმიერ ავტორიტარულ, ნებისმიერ დიქტატორულ რეჟიმზე, რომლებიც ძალიან მქონან ერთმანეთს თავიანთი ხასიათით, ისევე როგორც მთავარი მოქმედი პირებით, მთავარი აქტორებით. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ბევრმა თქვენგანმა ნაწარმოების მთავარ გმირებში დღეს მოქმედი რომელიმე პოლიტიკოსის აღმოაჩინოთ და მიამსგავსოთ მას. ნაწარმოების მოქმედი პირები ძირითადად არიან ცხოველები. ღორები წარმოადგენენ მმართველ კლასს, უმაღლეს პარტიულ ელიტას. ცხენები სიმბოლურად მუშათა კლასს, ანუ პროლეტარიატს განასახიერებს. ქათმები, რომლებსაც კვერცხები წაართვეს, რომ ბაზარზე გაიყიდათ, სიმბოლურად განასახიერებენ გლეხობას და კულაკობას, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს კერძო საკუთრება ჩამოართვეს. გამონაცვლებელი დაბალი ფენის წარმომადგენლები არიან ცხვრები, საიდუმლო პოლიციას წარმოადგენენ და უშიშროებას წარმოადგენენ ძაღლები და ბოლოს ნაწარმოების თავში და ბოლოში სულ ორჯერ გამოჩნდება ყვავის სახელად ნოე, ეს სახელი ბევრ რამეს მიგანიშნებს, რომელიც რაღაც თქმა უნდა სამღვდელოებას განსახიერებს. ნაწარმოების სიუჟეტი მოკლედ არის ასეთი. ბებერი ტახი მეიჟერი, სიმბოლურად ლენინი მომწარმოიდგინოთ, ცხოველებს უყვება ადამიანების სისასტიკის შესახებ და მათ აჯანყებისკენ მოუწოდებს. ცხოველები აჯანყდებიან, გააგდებენ ფერმის ფლოვერ მისტერ ჯონს, რომელიც სასტიკად ექცევა მათ და საკვებსაც არაძლევს დერმოგულად, მისტერ ჯონსი ის ნიკოლოზ მეორე რა თქმა უნდა და დაეპატრონებიან ფერმას, ანუ რუსეთის იმპერიას. ანუ ჩვენ აქ გვაქვს სრული თავისუფლება და ამის გასამტკიცებლად მათ შეიმუშავეს თავიანთი იდეოლოგია, რომელიც შედგებოდა 7 ცნებისაგან. ეს ცნებები ასეთია. ყველა ვინც ორ ფეხზე დადის, ცხოველის მტერია. ყველა ვისაც 4 ფეხი აქვს, ამ ფრთები აქვს ცხოველის მეგობარია. არც ერთმა ცხოველმა არ უნდა ატაროს ტანსაცმელი, არც ერთმა ცხოველმა არ უნდა იძინოს საწოლში, არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი, არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი და ყველა ცხოველი თანასწორია. დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან დემოკრატიული დებულებებია. ფერმას სათავეს ჩაუდგნენ ღორები. ცხოველების ფერმის ლიდერი აჯანყების შემდეგ გახდა ნაპოლეონი. ის რა თქმა უნდა იოსებ სტალინის განასახიერებს. ჩამოყალიბდა ნელ-ნელა ნაპოლეონის დიქტატურა ამ რეჟიმისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნით. ერთ-ერთი ღორი, რომელიც მეტოქეობას უწევდა ნაპოლეონს და პოტენციურად მისი მეტოქე იყო, გააქციეს ფერმიდან და მიუსიეს რა მას ნაპოლეონის მიერვე გამოცდილი ავი ძაღლები, რომლებიც როგორც უკვე თქვით, კგბ-სა და საიდუმლო პოლიციას განასახიერებენ. მისი სახით კი შეიქმნა მტრის ხატი და ყველაფერი ცუდი რაც კი ფერმაში ხდებოდა, უკვე სნოუბოლს ბრალდებოდა. ძალიან ნასტომი ვითარებაა ჩვენი წარსულიდან და დღევანდელობიდან დამეთანხმებით. არადა ფერმაში შიმშილი და სასტიკი გაჭირება ჩამოყალიბდა, თუმცა მიუხედავად ამისა გამოჩნდნენ ცხვრები და სპეციალურად გასვლილი ცხოველები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ფერმაში ყველაფერი შესანიშნავად მიდის, რომ გაცილებით უკეთესაა ყველაფერი ვიდრე ეს იყო მისტერ ჯონსის დროს, რომ კიდევ უფრო ბედნიერი მომავალი იქნება არის ჩვენ წინაშე. მალე ღორები მისტერ ჯონსის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. დაიწყეს მათ ლოგიში ძილი, მათი ვისკის დალევა, მათი სიგარების მოწევა, ბანკოს თამაში და რაღა უყოთ იმ იდეოლოგიაზე შეგცნებას, რომელიც ჩამოაყალიბეს, როდესაც ცხოველებმა მოიკითხეს, აღმოჩნდა, რომ იქ რაღაცები შეუცვლიათ, თითო და ორი სიტყვა დაუღადებიათ, რა სრულიად ცვლიდა შინაარსს.
მაგალითად, იქ სადაც ეწერა არც ერთ მოსხელმა არ უნდა იძინოს საწოლში, ვიღაცა ჩაუმატებია თეთრეულიანში. სადაც ეწერა არც ერთ მოსხელმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი, ჩაუმატებიათ უზომო რაოდენობით. იქ სადაც ეწერა არც ერთ მოსხელმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი, ჩაუმატებიათ უმიზეზოდ, მიზეზი ყოველთვის მოიძებნებიან მოგესწრებათ, როგორც სტალინის მიაწერენ გამოთქმას, ბილბი ჩილავეკა სტაციას სიგდა ნაიძოცა. ოღონდ ადამიანი იყოს და სტატიასო, სისხლის სამართლის კოდექსის პუნქტები გულისხმობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოუძებნებთ. ხოლო იქ სადაც ეწერა ყველა თანასწორია, ჩამატებული იყო სიტყვები. ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო მეტად. ამის შემდეგ ღორებმა კვლავ ადამიანებთან დაიწყეს ურთიერთობა. ისინი ღორები და ადამიანები ერთმანეთს ემსგავსებიან და უკვე ვეღარავინ არჩევს რომელია მათ შორის ღორი და რომელი ადამიანი. ამრიგად სახეზეა პროცესი აბსოლუტური თავისუფლებიდან სრულ დიქტატურამდე. მაგრამ ნაწარმოების მთავარი დედავარსი მაინც იმაშია, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა სახელთვისა და მასში თავისი ღირსების აწევი ჩადა. ანუ ის, რაც ადამიანს ხდის ადამიანად. ადამიანში ამასთან ერთად ბიოლოგიური ან ცხოველური სასახლის არის. ადამიანის არჩევანია დაემსგავსოს ცხოველს თუ დარჩეს ადამიანად. წარმატებებს გისურვებთ კონკურსში, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ესეებს დაწერთ, აბა თქვენც.